საერთაშორისო ასპარეზზე ქართული წყალბურთისთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება ბელგრადში მიმდინარე მოლაპარაკებების შესაძლოა ქვეყნის ერთ-ერთი კლუბისთვის უმაღლეს ევროპულ დონეზე ასპარეზობის საფუძველი გახდეს. საუბარია წყალბურთის კლუბ აპოლოზე, რომლის ხელმძღვანელობაც ამ დღეებში სერბეთში აქტიურ შეხვედრებს მართავს. სოფო ერქვანიაგი ამბობს. სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პარალელურად ქართული წყალბურთისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული პროცესები დაიწყო. ბელგრადში საქმიანი ვიზიტით იმყოფება წყალბურთის კლუბ აპოლოს ხელმძღვანელობა. მოლაპარაკების მთავარი მიზანი აპოლოს საკლუბო დონეზე ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში ჩართვაა, სადაც სერბეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს წამყვანი გუნდები გამოდიან. პირველი ესე ვთქვათ ნაბიჯები გადაიდგა იმის, რომ ჩვენი გუნდი გახდეს ამ ლიგის მოთამაშიდან ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალგაზრდებს და ბავშვებს ექნებათ მომავალში შესაძლებლობა, რომ ითამაშონ ესეთ წამყვან მოთამაშეებთან, როგორიც ბალკანეთის ქვეყნები წარმოადგენენ. კლუბის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა რეგიონალური ლიგის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ქართული წყალბურთის საერთო განვითარებასა და კლუბ აპოლოს სამომავლო გეგმებს. შევთანხმდით ყველაფერზე, იმედი გვაქვს, რომ მომავალ სეზონს უკვე კლუბი აპოლო დაიწყებს რეგიონალურ ლიგაში თამაშს. ეს მიცემს ძალიან დიდ სტიმულს საქართველოს წყალბურთის განვითარებას. იმედი მაქვს, რომ რაც მეგობრებთან, კოლეგებთან შევთანხმდით, 10 დღის განმავლობაში ხელს მოვაწერთ ამ ხელშეკრულებას. ვიზიტის ფარგლებში აპოლოს პრეზიდენტი ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს ანტონიო სილვასაც შეხვდა, რომელმაც დადებითად შეაფასა აპოლოს ხელმძღვანელობის ხედვა და კლუბის განვითარების სტრატეგია. თვალს ვადევნებ შესანიშნავს სამუშაოს როგორც კლუბის ისე ფედერაციის მხრიდან. ვფიქრობ, შედეგშიც ვნახეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. საქართველო კვლავ ბრუნდება წყალბურთის დიდ არენაზე, როგორც ეროვნული ნაკრების, ისე საკლუბო დონეზე. იმედი მაქვს, ყველაფერი სწორი მიმართულებით განვითარდება, რადგან ძლიერი საქართველო კარგია როგორც ევროპისთვის, ისე მთელი მსოფლიო წყალბურთისთვის. ამ რანგის ტურნირში ქართული კლუბის მონაწილეობა წყალბურთისთვის უპრეცედენტო და ისტორიული ნაბიჯი იქნება. ფედერაციაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც სპორტული განვითარების, ისე საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. დიდი ალბათობით ევროპის უძლიერეს კლუბები ჩამოვლენ თბილისში და ეს ყველა ახალგაზრდა წყალბურთელი იხილავს თავის კუმირს, თუ შეიძლება ესე ითქვას. ნუ რა თქმა უნდა, ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია. შედეგს მოიტანს ძალიან მალე. აპოლოს ხელმძღვანელობის ვიზიტი ბელგრადში კვლავ გრძელდება და მოლაპარაკებების შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.